რეკლამას უყურეთ, ეხლა დისკუსია გავაგრძელოთ. ჩვენ ვკითხულობთ სასოწარკვეთილ პოსტებს, სატელევიზიო გამოსვლებს უყურებთ, მე უყურებ ყოველ შემთხვევაში მაინტერესებს და ნელ-ნელა მწვანე, ძალიან ზეთოვანი, ბურუსით მოცული დეპრესია მოცოცავს მათ სულებში. ანუ გვარამიან თქვა რომ აი პრობლემებიაო, რეჟიმიო, ყველაზე მაგარი არისო, რეჟიმი არისო, აგონიაში არ არის, მაგრამ დასუსტებულია. მე ცოტა ხნის წინ ძალიან გულწრფელობა არის ყველაზე მაგარი არ არის. ვიძახი რომ არა ვარ ხალხო აგონიაში, რო იყოთ ხო გეტყოდით ხო. არა მართლა და დამცინეს ვითომ ამ დებილებმა, არა ლიბერდებილებმა და თვითონ იძახიან იგივეს ახლა რომ არ არის აგონიაში. ხო, აი მომისმინეთ მეგობრებო. არ არის, არც დასუსტებული არ არის. ისე ძლიერი არის ქართული ოცნება, როგორც არასდროს და თქვენი ბრალია ეს. რა თქმა უნდა, ის გეოპოლიტიკური ძვრები და ჩვენმა მედეგობამ ეს შედეგი მოიტანა, მაგრამ თქვენი ბრალია, აი თქვენ როგორც იბრძვით წყალებში, როგორი ლიდერები წავს, ნენსი Pelosi არა გასულ ჰოლანდი. ნენსი პელოსი. მოინდომერა. მეთქი ნენსი ახლა. არა, ნენსი ჰოლანდი რო არის თქვენი ლიდერი. აი ნენსი ჰოლანდისნაირი ისა არ მინდაო ციხეში არ მინდაო. ციხეში თქვი რომ მიდიან კამერაში ეგ არის ციხე, ხო? ვიღაცები მეტითაც მიდიან, ხო? ხო და ბიჭო, ცეცხლი ოლიგარქიას გაქვთ სლოგანი. აი მართლა ვერ ხვდები. აი დედა მომიტის ვერც ვერ ამიხსნით ახლა აქ. გამოდიხარ ბავშვი ხო არა ხარ 18 წლის 25-27 წლის წერებიანი ვაჟკაცი რო შეგეთყო შეგხედო ვაჟკაცი ტიპი ხარ. ცეცხლი ოლიგარქიას იძახი ხო? და ვაიმე დაგიჭირეს ხო რაღაცა სიტყვის გამო კი არ დაგიჭირეს პოლიციას დაარტყი, ქუჩა გადაკეტე და მე ვაიმეს არ არის ეგ ადეკვატური თუ შეხარჯები ბატონი რეჟიმს, ტირანიას ემძი, რუსეთს ემძი, ცეცხლი ოლიგარქიას და ასოხი მოგეთხოვება სიტყვებზე რა და ეს საკეთება, მაგას ეგეთი კურდღლის რამაზე აწყობილი მგლები რო აკეთებენ რევოლუციას ეგ კარგი თემა, მაგრამ მე იმის თქვა მინდა რომ დაიწყო დეპრესიის ხანა. მე მგონი რომ ეს პოლიტიკური კლასი ჩაირეცხება, როგორც გავაგდეთ პარლამენტიდან მათი თხონის საფუძველზე, ისე წავასხვევით, სხვა შეს ნიზლავი გვაქვს ჩვენ დაძებული. შეგახსენებთ, ეთერში დავდეთ, ხო? ხო და ხინკალი დაგჭირდება ეს. სახინკლეზია საუბარი. მე ვიძახე რომ არავინ არ შევა. ამხანაგები იძახდნენ რომ ზოგი შევა, ზოგი არა, ანუ თუნდაც ერთიც რომ შევიდეს. ახარიაზე ვარ დამოკიდებული. ხო. ეგრე ხინკალ ვინ აბარებს ხავანს? კი ბატონო. ხო, აი ესეც დახავთ რომ მე მოვიგებ. ანუ არავინ არ შევა და უბრალოდ მინდა რომ აი ახლა ვიკაიფოთ და ცინიკურად რაო შენ გონია რომ მოიგებ, ხო? ხო, გახარიას. შენ გახარიას იმედი გა. ქართმონებული. მე და ზაზა ვარ რომ ზოგი შევა არის ჩემი და ზაზა. შენამ რო არავინ არ. არა, ზოგი შევა რა, ერთიც რომ შევიდეს. ჩვენი მოგება. ხო, ნუ ერთი ახლა გახარია. ერთი ადამიანიც კი რო შევიდეს. ანუ ახლა უეჭველ გახარიადან იქნება ისე. მეტი არავინ არ დარჩა. ხო, 12-დან ერთიც რო შევიდეს. ხო, ნუ ნახოთ, ძალიან მალე ახლა. როდესაც არის მაისში. კი, შევახსენოთ ჩვენ. არა, გვახსოვს ყველაფერი. ხო და მინდა რომ ცოტა ცინიკურად და ცოტა გავიხაროთ ამოვისურვოთ, ძალიან შაგრავდნენ ესენი და ეხლა არა, აი სულზე მოქმედებდნენ, ღირსებას ეხებოდნენ და ჩვენ ღირსებას არ შევეხოთ და ვიკაიფოთ დავცინოთ მათ. მე არ ვიცი შალო, მე მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ამ დროის განმავლობაში მათ მიაღწიეს რამოდენიმე რამეს, რომ პირველი მიაღწიეს რომ ქართულ ოცნებაში და განსაკუთრებით იმ ხალხში, რომლებიც ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას ტელევიზიაში ჩაანუართ რაღაცებს. ანუ უამრავ ადამიანს რომელიც ანუ არ ერიდება პოზიციების დაფიქსირებას, დარჩა მარტო ის ხალხი, ვისაც ეს საწოდავი რაღაც რო შემოგივარდებიან ეს რაღაცა ურდო კიდე აქტიური ქალებიც არ რეაგირებ რა. ამან მართლა ანუ გამოწრთო ქართული ოცნების მხარდამჭერები. ანუ ჩვენ დარჩა მარტო ის ხალხი, რომელსაც უბრალოდ ან ეცინება, ან უკვე გამოიწვია. პლუს ამას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხელისუფლებაშიც დარჩა ის ხალხი, რომელმაც იციან
დებილური რევოლუციების აღმოფხრა და ნულოვანი შანსის დატოვება ამ რევოლუციების. ხო, კომპიუტერულ თამაშებში არის ასე, რომ თუ რაღაცას აკეთებ კარგად, მე გაქვს პლუსი იმაზე. ჩვენ ხელისუფლებას აქვს აბსოლუტური პლუსი დებილური იდიოტური რევოლუციების ჩახშობის, არრეალიზების და ასე შემდეგ. უკვე ხელისუფლებას დამხეცდა კი ბატონო. უკვე ნებისმიერი მსგავსი რაღაცის დებილებს. რა გამოჩნდა, იცი? აი ხა როცა ეს წვანე დეპრესია მოვა და მიხვდებიან რომ ბიძინა ივანიშვილი რეუნებოდა შვილოს ედელს ეჯახებით და არ გინდათო. როდის ეუნებოდა ჯერ კიდე და რომ დარწმუნდებიან რომ მართალია, მე აი მართლა სამწუხაროდ საკუთარი ფიგურალურად ვამბობ თავის გატეხვის მაგალითზე, ფიგურალურად ვამბობ, მე არ ზალადობა და თავის გატეხვა არავისი არ მინდა, მაგრამ საკუთარი თავის გატეხვის მაგალითზე ისწავლიან ცხოვრებას. ხო, პლუს ამას აი ეს არის კარგი. კი, პლუს ამას მშალვა რა, მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს უკვე გამოიარა დაახლოებით მსგავსი პროცესები, როცა მაგალითად 2009-2008 წლებში იმ დროინდელი ოპოზიცია, რომლის ნაწილი ახლაც არის, დაახლოებით იგივე რაღაცებს ცდილობდა და მაშინ სიტუაცია მივიდა იმ მდგომარეობამ, მოდიქვათ, სცენაში რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რა იყო, რომ ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ შეიძლებოდა გაგრძელება. ასე იმიტომ რომ იმ დროინდელი ოპოზიცია იყო განადგურებული და მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ იგივე რაღაცებს აკეთებდნენ აბსოლუტურად. იდიოტიზმი რა არის, რომ აკეთო ერთ და იგივე რაღაცა და ყოველთვის წარმატებულად იმედზე რომ აი ხა ამას გავაკეთებ და სხვა შემდგომში. 2009-ში არ შევიდნენ პარლამენტში. მიიყვანეს ყველაფერი იმ მდგომარეობამდე, რომ 2010-ში არა, 20-ში. ხო, არა, მე გეუბნები მაშინ. ბიძინა ივანიშვილის მოსვლამდე. მე ესენი რო არ შევიდა. მე ვამბობ, რომ ის იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით. ხო, არა, რა თქმა უნდა. კი, იმიტომ რომ ოპოზიცია არ ყავდა. ხო, მაგას ვამბობ რა, ხო და არა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა არა, მე რას ვამბობ. ოპოზიცია არ ყავდა. მე მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას მიმართ მაგ ძალიან დაბალი წარმოდგენით, მე არ ვიცი ვის სხვა ვინ შეიძლება იყოს უფრო დაბალი წარმოდგენის ვიყო, მაგრამ მე მაინც გონია რომ მაინც და შევიდეს. იმიტომ რომ თუ რაღაცა სახელის მოგევაგე. ხო. არა, ეხლა ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესოა USAID-ის მიხედვით ბაბლებსაც აფინანსებდა. ლოგიკას გასაგებია, შენ თუ იმ ბაბლს აყევი, გაქვს იმის რაღაც მოლოდინი, რომ გრანტი ხო. აი ხლა როდესაც მაყუთი არ არის. აღარ არის. всё, დაიხურა. ხო, აი რა არის ბაბლის ფენომენი? აი ძალიან მაინტერესებს როგორი შეიძლება იყოს. აი რაში გასკდება უბრალოდ. ხო, უბრალოდ უნდა გასკდეს. ანუ და წავიდნენ სხვა რამე გააკეთონ, მოხრან რა საერთოდ. ეხლა ესე იგი აქ მოხრან. ტვის ხო ხნავდნენ, ეხლა მიწა მოხრან. მეორე ესეთი მომენტი რა, რომ რეალურად ეს რა ვიცი ახლა ჩემი ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი ადამიანები ლაპარაკობენ უკვე ამ ლიბერალების კრიტიკას წერენ. აქამდე რო არ წერდნენ რა, ანუ რაღაცნაირად გაიხსნა ადამიანები გაიხსნენ. აღარ ეშინიათ აი ამ რაღაცებს. ხო, აი შიშის ფაქტორი აღარ არის. და დამაბულინგებენ აღარ არის. ის თითქოს აი რაღაცა ლიბერალური თვითცენზურა რო იყო ჩართული. აღარ არსებობს აი აშკარას ჩანს რომ დარწმუნდნენ უკვე რეალურად რაღაცა შეუქცევადი პროცესია ხო? ანუ როგორ არის იცი რომ შეუქცევადი როა პროცესი. დღეს ჩემის არიან ადამიანები რომ ფიქრობენ რომ ამდენი მოყალატე ხო ახლა ყველას როგორ აინც ფიქრობ არ გინდა შინაგანად არ გინდა რომ მე ხო ხდები რა ვიღაცას დამოკიდებულება ახლა ფაქტებს რომ დაგიდებენ თვითონ ამერიკელები რომ დაგიდებენ აგერ რო გეტყვიან რომ აგერ ჩვენ ამ შენ ოპოზიციონერებს ამას ფულს ვაძლევთ ამას მე უკვე ახლა თუ ძალიან ტვინ გადატრიალებული არ ხარ იჯერებ რასაც სალავიოვი ამბობდა პუტინის პროპაგანდისტი იმაზე უარეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოღონდ მართლა აი ხო თუნდაც მე რაც შემემთხვე იყო ერთი ადამიანი რომელიც ერთხელ გააზიარა ჩემი რამდენიმე წლის წინ ვაფხობ და შეესივნენ და მოწე წაშლა. ეხლა გუშინ წინ გააზიარა. შეესივნენ და უთხრა რომ გიჟები ხომ არახაც ყველაფერს პროპაგანდას და იმას ნოეძახით რა. ანუ რა გამოდის უკვე ადამიანებს ბაბლის მიმართ აღარ აქვთ არანაირი შიში, აღარანაირი მოწიწება. გაფარჩაკდნენ ის ბაბლის ტიპები. და მეტიც უკვე მოდი ესე თქვა პრესტიჟულის კი გახდა საკუთარი აზრის გამოთქვა. თუკი აქამდე საკუთარი აზრის გამოთქვა იყო ექსტრემიზმი? ხო, ექსტრემიზმი. ეხლა არის ჩვეულებრივი არა, გარდა ამისა, ეგ რას ნიშნავს? დემოკრატია, ბარა. გარდა ამისა, სასრული რაოდენობა მისვლებისა გაქვს შტანგაზე, როგორ არის მისვლებით არის პაპიტკა, ხო, მისვლები არის. რამდენი მისვლა? 4 ხო, რამდენია? 3 ხო?
აი როცა ეს რევოლუციაზე მიდიხარ და 3-ის მეტი 4-ის მეტი პათხოდი არა გაქვს მე გერხება ხვდები რომ რაღაცას კარდინალურად არასდროს აკეთებ თორე და მე ესე ვიტყოდი რომ მე მგონი მართლა ის დრო დგება როდესაც ნაცები სრულდებიან იმიტომ რომ მათ დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა და არ შევიდნენ პარლამენტში და მათ გაუჩერდათ იმუნიტეტი და ჩვენ ვიცით რომ საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობა გვაქვს მაგალითები არის მარგინალიზაცია და რეიტინგის წასვლა ნულისკენ ეს ჩვენ არ შეიძლება რომ არ გვახარებდეს გვახარებს ასევე ის რომ შეიძლება ჩვენ მოვიგოთ სანაძლეო იმიტომ რომ მე მგონია რომ გახარია მესნაბიჯი ეხა დააკვირდება და ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში შევა და ამითი მან შეიძლება მიიფხროს ვიღაცეები მაგრამ ეს პარლამენტში რო იქნება პოლიტიკაში იქნება ხო პოლიტიკაში იქნება და ყოველ შემთხვევაში ექნება შემდეგზეც ბარიერის გადალახვის სამართლიანი პრეტენზია ალბათ ნახო დაველოდო თუმცა ყველაფერი შესაძლებელია ნუ არ ვიცი მე იმას ვიტყოდი რომ აი ზაზამ წინაზე ძალიან კარგად თქვა რომ გეოპოლიტიკურად მართლა ისე დალაგდა რომ ჩვენ ძალიან დავჭკვიანით და რატო აი ორი როცა აი ეს ერთპოლუსიანობა მრავალპოლუსიანობა აი მოდი ისტორიულ ღერძზე დავაფიქსიროთ ეს იყო 1991-დან 2007-8 წლამდე რა ორი მოვლენა მოხდა როდესაც შეიცვალა ეს იყო მიუნხენში პუტინის გამოსვლა როდესაც რეალურად გაფორმდა რომ ამერიკის ორბიტიდან გამოდივარ და პირველი გამოსვლის პოლიგონი აღმოჩნდა ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოში 2008 წლის ომი აღარ შევდივარ დეტალებში რა როგორ მოხდა ესე მოხდა სწორედ ამიტომ არის ზაზამ თქვა რომ ჩვენ რაღაცეებზე ჩვენზე უნდა წაეტეხათ კისერი, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც აი ამ ქარტეხილებში მოყვა და ჩვენ უფრო გამოვიტანეთ და ვსკო რომ მაგალითად გვარამიასნაირ ტიპებს, მიშასნაირ ტიპებს არ უნდა ვანდოთ ხელისუფლება, რევოლუციები არ ვარგა, ფერად რევოლუციას ტერიტორიების დაკარგვა მოსდევს, მეორე ფრონტი არ გვინდა და ესეთი რაღაცები LGBT არ გვინდა, პროპაგანდა. ანუ ეს კი არ მოხდა უბრალოდ თეულად, ანუ განამარტო ეხა გაცნობიერებული შეიძლება ვიღაცა ტიპებს ჰქონდათ ინტელექტუალებს ვიღაცეებს ხო იმ პერიოდში მაგრამ ამის მასობრივ ხალხის ერის ძალა მართლა ეს ხო ის პათეტიკა ხო არა იმ ეს რაღაც კოლექტიური მედეგობა და ის ამოიწია იმ ისტორიულმა მედეგობამ და მიემართა ამ ისტორიული კონკრეტული მონაკვეთისად და თქვა ის რომ ესეთი სულელური ოპოზიცია და მათი პატრონებს არ დავანგრევნებთ ქვეყანას კი ბატონო და მოვიგეთ კიდე ამ ეტაპზე ნახოთ მე რა იქნება თქო რა მოხდება გახსოვთ როგორ გამონათებდნენ ეს რაღაცა 20 იანვარი რაღაც საკრალური ხო ჩვენ ველოდებითო ტრამპის მახსოვს ნეტა კოცები რას ელოდებიანო მოდი და სალომეს ელოდებიან აი რას ველოდებოდი სალომეს ელოდებიან ორი კვირა გავიდა მეტი კი არა ორი კვირა და წარმოიდგინეთ ეხლა ეს გონია რომ თვეები გავიდა გველების ბუდეს მოუკიდა ცეცხლი იმან ტრამპმა აი გეუნებით რა ეს რაღაცა გოგირდიში აღჭოლა რა და ეხლა ვინ საით გაიქცეს ზუსტად ის დროა რა ეხლა წარმოიდგინეთ რანაირად შეიძლება აი ძალიან მარტივად და გასაგებად რაღაცა ორი ფაქტი მოვიყვანოთ და იმ ფაქტზე ავაწყოთ მე რაღაცა ლოგიკა ანუ ერთი ფაქტი არის ის რომ სულ ცოტა ხნის წინ არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელმაც ესეთი განცხადება გააკეთა, მე ადრეც გავაჟღერე, რომ ჩვენო შევეცდებითო დავარწმუნოთო ამერიკის ადმინისტრაციაო, რომ როგორც ევროკავშირისთვის, ისე ამერიკისთვისო, საქართველოს წარმოადგენსო საფრთხეს, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი და სუვერენული გადაწყვეტილებები მიიღონ. ამას სიტყვით ვიმეორებ, შემიძლია გავაგდო და ნახოს მაყურებელმაც. ანუ ეს ხალხი არის ვინც ცდილობს ამერიკის ხელისუფლება დღეს დაარწმუნოს და მანამდე ხო დარწმუნებული ყავდა კაცო მანამდე ხო ესენი ერთად მუშაობენ ანუ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და სუვერენული და გადაწყვეტილებების მიღები ეს არის ევროკავშირისთვის საფრთხე და წინა ადმინისტრაციისთვის საფრთხე ვისაც ჩვენ ვებრძოდით შესაბამისად თუ ესენი შენ გაფინანსებენ შენ გათვით ცნობიერებული გაქვს საქართველოში რასაც ებრძვი ანუ ის თუ იბრძვის რომ შენ არ უნდა იყოს დამოუკიდებელი და მისთვის ხარ საფრთხე ესე იგი შენც ვიღაცა ხარ რა მნიშვნელობა აქვს ამას ებრძვი ახლა ის იმას სხვა რამე უნდა და გაფინანსებს და შენ სხვა ებრძვი ეხლა ჩაიარა უკვე მაგ მატარებელმაც
აღარავინ აღარ დაიჯერებს. ოჯახიც აღარ დაუჯერებს არავინ. შესაბამისად, ეს ხალხი ვინც აქ არიან, ებრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობას და მის სუვერენიტეტს. ეხლა USAID რომ აფინანსებდა ამის ერთი ფაქტიც თქვათ USAID აფინანსებდა ჩვენ რო ყავს ეს პატივცემულები რო არიან IDFI რო ქვია პარალელურ დათვლის შედეგებს როცა უნდა ყალბს რო გამოაქვეყნებს და თუ ვერ აყალბებს მე რო იძახს არ გამოაქვეყნებო არ მინდა ნუ ხო დადასტურებულია რომ ამათ აფინანსე USAID საელჩოს მეშვეობით ნუ ჯერ რა მოხდა ხო თვითონვე გამოაცხადეს რომ ჩვენ დათვლის შედეგები დაემთხვა მაგრამ იქო რაღაცა არ მოგწონს და შესაბამისად არ გამოაქვეყნებს მოდი ცოტა თქვენს გამოქვეყნებამო შეიძლება რაღაცა ნარატივს ხელი შეუწყოსო ანუ იმ ნარატივსო რომ არ გაყავდაო და სინამდვილეში ეს არნიშნავსო რომ დაემთხვაო რომ არ გაყავდაო და ამიტომ არ გამოქვეყნებ ანუ არ გამოაქვეყნეს იმიტომ არ უნდათ რომ საზოგადოებას კიდევ ერთ მტკიცებულებად აღეკვა რომ არჩევნები არ გაყალბებულა ეხლა რა მოხდა გუშინ მოვისმინე რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი თუ დირექტორი დააკავეს რუსთაველზე გზის გადაკეტვის გულისათვის და სასამართლომ დააჯარიმა. შემთხვევით, ანუ რა გამოდის? IDFI მისი დამფუძნებელი, რომელმაც თქვა, რომ დაემთხვა ჩვენი დათვლის შედეგები და CSKO-ს შედეგები ერთმანეთს, რითაც დადასტურდა, რომ გამყარდა ჩემი რწმენა იმასთან დაკავშირებით, არჩევნები არ გაყალბებულა, გამოდის და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს რუსთაველს. ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? აი რას ნიშნავს ადამიანმა რომელსაც ფაქტები დადო რომ არჩევნები არ გაყალბებულა, დგას და აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას. ანუ ეს ხალხი არიან თუ არა იმისთვის მოწოდებულები, რომ უნდა დაანგრიონ ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა, მისი სუვერენიტეტი და რისთვისაც ჩვენ რო ლაპარაკობთ ხოლმე და ისინი ტყელ სიტყვებს ისურიან რომ აი ჩვენი წინაპრები იმისთვის იბრძოდნენ რომ დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ ევროპა და რაღაცა დასავლეთი ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება ისინი ანგრევენ ქვეყნის დამოუკიდებლობას ისინი შეურაცხყოფენ იმ ხალხის სულებს რომლებიც რეალურად მართლა ქვეყნისთვის იბრძოდნენ და რა თქმა უნდა ცოცხლებს ხო აქ გვატყუებენ კაცო ცოცხლებს თვალებში ნაცავს გვაყრიან მიცვალებულების სულებსაც ატყუებენ ანუ იმათაც იყენებენ წარმოიდგინეთ და რისთვის იყენებენ იცით ფული რო იშოვონ ამ ხალხმა ფული რო იშოვონ ირჩინონ თავი და რაღაც ვიღაცამ სახლი ააშენოს ვიღაცამ მანქანა იყიდოს ეხლა რა ზიზავ ეხლა რა შეიძლება და ოპოზიციაში გადავლენ რა უნდა ქნა ჯანდაბამდე გზაკონია დაფინანსდება ეგა არა აღარ დაფინანსდება ხო რა თქმა უნდა რაც ერთ-ერთმა გააკეთა დღეს რო გამოაცხადა რომ წავედიო მე პოლიტიკიდან რომ მიხვდა რომ პერსპექტივა არ აქვს და გაყვნენ მაგის გზას რა აი ესე და შენ იმას მოუხდება ეს ერთი ცნობილი გერმანული განმარტყვამია თუ ფაქტები არ ადასტურებენ თეორიას მით უარესი ფაქტების კი ბატონო და ეხლა წავიკითხე ერთი უნიჭო იუმორისტია დაჭერილი კავენშიკი რა სცენარისტი რომელიც სახელი და გვარი ზუსტად შეიძლება ვერ თქვა და უზნეოს მეძახდაო შალვარამიშვილო მე მიჩემნა ციხეში ვიყო ვიდრე იმ სამყაროში მე მიჩემნია სალიკლდე უტრირებ რა თქმა უნდა არაფერს სალიკლდე სალი სხვა რამე ურჩევნია მაგასთან მე მიჩემნია ციხეში ვიждეო ვიდრე აი ესეთ სამყაროშიო სადაც მე უზნეოს მეძახის თავად უზნეო შალვარამიშვილი და ასეთი ადამიანების მე ზნეობა არ დამიწუნებია მე სადაც ზნეობაზე დებილებს ვეძახდი ხოლმე და პენის აზუსტებ რა არ ვაზუსტებ რომ მეგობრებო მე თქვენ ზნეობას არ გიმოწევთ და საერთოდ არ არის ადამიანი რომ ვიღაცის ზნეობაზე ბერო რომ პენისებს და არატრადიციული გონებრივი ორიენტაციის ხალხია ნუ შენ ესეთ კიდე ხო ეს ანეკდოტი ვისაც ორიენტაციასთან დაკავშირებით თქვა რაღაცა ოჩაღათ არიან მაშინ გონებრივი ორიენტაცია არატრადიციული ხო და შემოზადა ძალიან ცნობილი ანეკდოტი ხო იცი შორიდან მეც ეგრე მეგონაო და აგარ ანუ გონებრივი ორიენტაცია არაფერს არა შენ ეს ლამაზად ამბობდა ახლოს რომ მივედი დებილი აღმოჩნდა დიდი მადლობა მეგობრებო აი ესეთ კარგ ხასიათზე ვართ იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში მერტო კარგი ყურით გისმენე ყველაფერი კარგი ფაშიზმი დავამარცხეთ ჯერჯერობით არ ვიცი სულ განგაში სულ დაძაბულები უნდა ვიყოთ მადლობთ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ შაბათს